ალბათ უკვე ბევრს დაუგროვდა გამოცდილება, როცა რაიმე ნივთისა თუ საკვების ადგილზე გამოძახების დროს შეკვეთის მომტანთან კომუნიკაცია უჭირს, რადგან კურიერმა ქართული ენა არ იცის. ბევრს ინგლისურადაც უცდია, მაგრამ კურიერმა ვერც ამ შემთხვევაში შეძლო შემკვეთთან საუბარი. მომხმარებლები ამბობენ, რომ ყოველი გამოძახებული 10 შეკვეთიდან საშუალოდ 5-ჯერ მაინც შეკვეთა უცხოელ კურიერს მოაქვს. ხშირად კი ისეთ კურიერს, რომელიც სწორედ ამ ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებს შემკვეთთან კომუნიკაციას. ჩემ ქვარს უნდა გითხოთ, არასდროს ენა არ ესმის, ვერასდროს ვერ ხვდება სად არის და ძალიან დიდი პრობლემაა აი ამ სერვისში რა, რაც ძალიან გამოსასწორებელია, წუხელ ქონდა ეგ შემთხვევა ვერ მოგვაგნო და ვერც ვეუბნებით სად არის, სად ვართ რომ მოვიდეს. ვეუბნებით შენობასთან მოდი, ანუ არ ესმის, ენა არ იციან ეს პრობლემა. ვერ გიხსნის სად არის რა, აქ იმის ინგლისური არ იცის რა და ჯერჯერობით პრობლემა პროსტა მოგნება არ იციან რა გზების, მეტი არაფერი. პრობლემური არის იმიტომ რომ არ იციან ქართული ენა, არ იციან ინგლისური ენა, ისეთ დონეზე რომ გავაგებინო როგორ მოაგნონ ჩემს კორპუსს, შესაბამისად სულ პრობლემური სიტუაცია იქნება ხოლმე. ყოველთვის თითქმის. აი რა პრობლემაა. ვერ აგნებენ, არც რუსული იციან, არც ინგლისური წესი არის და არც ქართული შესაბამისად. ევრონიუს ჯორჯია დაინტერესდა დღეს საქართველოში, რამდენი უცხოელი კურიერია დასაქმებული ამ სფეროში. კომპანია გლოვოს წარმომადგენლების თქმით, ინფორმაცია კონფიდენციალურია. კომპანია ვოლტმა კი ჩვენს შეკითხვებს წერილობით უპასუხა. რაც შეეხება უცხოელ პარტნიორ კურიერებს, ზუსტი რიცხვის თქმა რთულია, რადგან ეს სტატისტიკა მუდმივად იცვლება. თუმცა ამჟამად უცხო ქვეყნის მოქალაქე პარტნიორი კურიერების რაოდენობა 30%-ის ფარგლებშია. აღსანიშნავია, რომ ვოლტი მხოლოდ ინდივიდუალურ მეწარმეებთან აფორმებს თანამშრომლობის ხელშეკრულებას. შესაბამისად, თითოეული ჩვენი პარტნიორი კურიერი, საქართველოს თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, გაფორმებულია ფინანსთა სამინისტროს ინდ მეწარმეთა რეესტრში. საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს თავად უცხოელმა კურიერებმაც. მათი თქმით, სამსახურის მიღება რთული პროცესი არაა და მთავარია ყველა საბუთი წესრიგში იყოს. დამთარია და მუშაობა ცოტა მიძნელდება, თუმცა სამსახურის მიღება რთული არ ყოფილა. მთავარია, რომ ყველა საბუთი და მცირე მეწარმის სტატუსი წესრიგში გქონდეს. ერთი თვეა, რაც აქ მუშაობ და ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. ისიც კი თუ რამდენს გამოიმუშავა. აუცილებელ დოკუმენტებს შორისაა მართვის მოწმობა. კომპანია ვოლტის მიერ გაცემულ წერილობით პასუხში ნათქვამია, რომ ყველა პარტნიორ კურიერს, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მართვის მოწმობა მოეთხოვება. რაც შეეხება მართვის მოწმობას, ჩვენი მოთხოვნაა, რომ კონტრაქტის გაფორმებისას ყველა პარტნიორ კურიერს, რომელიც გამოიყენებს მოპედს ან ავტომობილს, სამუშაო ტრანსპორტის სახით, უნდა ჰქონდეს შესაბამისი მართვის მოწმობა. ეს ეხება როგორც ადგილობრივ, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. თუ პარტნიორ კურიერს უცხოეთში აქვს მიღებული მართვის მოწმობა, ეს არ წარმოადგენს დაბრკოლებას ჩვენი სისტემისთვის. რა თქმა უნდა, ყველა კურიერი უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებს, რაც გულისხმობს კანონით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვას. შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოქვეყნებული ბრძანების 31 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მცხოვრის მოწმობის მფლობელი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არ მქონე პირს უფლება აქვს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მცხოვრის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მაგრამ არაუმეტეს მისი საქართველოში ბოლოს შემოსვლიდან 1 წლისა, საქართველოს ტერიტორიაზე მონაწილეობა მიიღოს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლმა. უცხოელი კურიერების მზარდი რაოდენობის მიზეზებზე კომპანიებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. დავით ბერიშვილი, ევრონიუს ჯორჯია.